საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი 2015 წლის ახალგაზრდული ფესტივალის მზადების ახალ ეტაპზე გადადის. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დღეს ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უკვე ცნობილია, რომ ღონისძიებისთვის საჭირო ოლიმპიური სოფლის მშენებლობა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალ წელს დაიწყება. დღესვე თბილისი 2015-ის რებრენდინგის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები სპორტის სხვადასხვა ფედერაციებთან აქტიურად თანამშრომლობენ. თბილისში 2015 წელს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები სპორტის 9 სახეობაში გამოვლინდებიან. ჩამოაყალიბეთ საორგანიზაციო კომიტეტი, რომელმაც ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ თბილისში 2015 წელს ძალიან უდიდესად უმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს. სამუშაო შეხვედრები ჰქონდა 9 სახეობის ფედერაციის წარმომადგენლებთან და უკვე მაგათთან პროგრამებზე მუშაობთ. პირველი ნაბიჯი რაც იყო შეხვედრა თქვენთან იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ურთიერთობა ისე ავაწყოთ, რომ მომავალში ყველა ის სიახლე და ყველა ის აქტივობა, რომელიც კომიტეტს ექნება, თქვენი დახმარებით ოპერატიულად მივაწოდოთ ქართულ საზოგადოებას. კონკრეტული დროის პერიოდში ესე იგი იქნება გაკეთებული კონკრეტული სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ჩამოვიდნენ ხოლმე კომისიები, ესენი შეაფასებენ ჩვენ მუშაობას და კიდე გაგვიზიარებენ თავის გამოცდილებას, რაც თქმა უნდა, რაც ჩვენ გვაქვს ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ამ ხელა ფესტივალის ჩატარება ჩვენ ქალაქს პირველად უწევს და მაგათი დახმარება რა თქმა უნდა გვჭირდება.